სიკვდილი და ხაშ და ჯოჯოხებიდან მოძველი შეკვენ საუნჯეო ყოველთაო ქრისტე მაშინ საღმრთო ესე შაბათი ხავდანიდემო რომლითა ვიხილე ნაძველი შენისამი დღეს წითელი პარასკევია, ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს. ტაძრებში დღეს გარდამოხსნის წესი შესრულდა. წითელ პარასკევს ტაძრებში წირვა არ აღევლინება, რადგან სახარების თანახმად ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. მილოცით ვერავის არ მიულოცა, მაგრამ ყველას უსურვებ, რომ დღევანდელ დღეს ყველა მრავალ დაესწროს. დღევანდელ დღე ყველა ქრისტიანსათვის უმძიმესია, რა მძიმეც არ აქვია მას, უმძიმესია, იმიტომ რომ ღმერთი რომელმაც ადამიანს სახე მიიღო და დედამიწაზე ჩამოვიდა, ადამიანებმა ისე რომელმაც სიყვარულის ნაცვლად დაუმსახურებლად გააკრეს ჯვარზე. აწამეს, დაამცირეს და გააკრეს ჯვარზე და ქრისტემ ეს ყველაფერი აიტანა ისევ ჩვენი სიყვარულის გამო. და როგორც ადამიანი ისე გარდაიცვალა და ყველამისთვის მე 3 დღის მერე აღდგა და აღდგომასაც ახლა სულ მალე ველოდები ჩვენ და ეს ჩვენი დიდი მარხვა მთავრდება იმით რომ ბოლოს დიდი სიხარული მოდის და იმას ველოდები და მე ყველას გახარებას უსურვებ რომ გახარებული შეხვდეთ ამაზე. დღევანდელ დღე ძალიან ძიმია და ამას ყველა ბევრი ისე განესის და ბევრი მე კიდე მაკლია ის რომ ჩემი ურწმუნოებისა და იმის გამო ვარ რომ ისეთნაირად ვერ განვისდი და ისეთნაირად ვერ ტირი ვარ და ვერ გლოვობ როგორც ბევრისგან დამინახია რომ მართლა ტირიან და დიდი გულითაც გლოვობენ და განიცდიან ყველანაირად და ღმერთმა ყველას დაეხმარა და თუ ისაც არ შეუძლია შემოგვიდოს აღმერთმა. ეს ყველაზე მძიმე დღეა. გამეულოცო წყნარი აღდგომა საქართველოს მთლიანად საქართველოს ქართულ მოსახლეობას და მთლიანად საქრისტიანოს ულოცავ წყნარი აღდგომის დღესასწაულს. ულოცავ მთელ მართლმადიდებელ სამყაროს დღევანდელ დღეს უდიდესი მნიშვნელობის დღეა. ქრისტე იშოს და ქრისტე გვეპოვროს ყოველ ჩვენგანს ჩვენს გულებში. გვეცხოვროს სიყვარულით, რაც მთავარია, გილოცავთ თქვენც და ულოცავ მთელ საქართველოს. მშვიდობით და სიყვარულით გვეცხოვროს. რამდენად მძიმე არის წითელი პარასკევი ამაზეც რომ ვითხრათ? ძალიან მძიმეა მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის, ვინც გაითავისებს ჭეშმარიტად ამ დღის მნიშვნელობას. უფალი, რომელიც უდანაშაულო ჩვენი ცოდვებისთვის მოვიდა ჩვენს გადასარჩენად, ჩვენ ჯვარზე გავაკარით. რა თქმა უნდა, მძიმე დღეა, კიდევ ერთხელ გილოცავთ. მე ულოცავ ყველას აღდგომის წყნარ დღესასწაულს. უსურვებ, რომ სიყვარული იყოს მეტი პატივისცემა და რა ვიცი. ყველა მთელ საქართველოს მიულოცავ ამ წყნარ დღესასწაულს და რაც შეიძლება ამ მძიმე დღეს, რა ვიცი, ძალიან უმძიმესი დღე არის მაგალითად ჩემთვის და რა ვიცი, მთელი საქართველოსთვის ეს დღე. Τώρα იესო ქრისტე აცვეს ჯვარს და ძალიან მძიმე დღე არის. რა ვიცი, მაგას ვიტყვი რა ვიცი. დღეს პარასკევია, მძიმე პარასკევი, უფლის გადმოხსნა. დამდეგს ულოცავ ყველა სოფლის მადლი და ძალა არ მოკლებოდეს. მსახურებისას სამეფო ჟამნი სრულდება, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება. მორწმუნეები ამ დღეს კვერცხებს წითლად ღებავენ, ასევე აცხობენ პასკებს, რადგან სახარების თანახმად იესო ქრისტეს ჯვარცმა იუდეველთა პასექის დღესასწაულზე მოხდა.